მოგესალმებით ყველას ვინც ესწრებით დღევანდელ საუბარს. დღეს ვაგრძელებთ იოანეს სახარების განმარტებას 13 თავამდე მივედით ჩვენ. დღეს განვიხილავთ იოანეს სახარების 13 თავს. ჩვენ წინა საუბარზე განვიხილეთ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ხო? ბრძოლა, როგორც მას ჩვენ უწოდებთ და რომელი დღე იყო ეს, რა ვთქვით? რომელ დღეს მოხდა ეს? ერთ შაბათი. ანუ ჩვენებურად კვირა იყო ეს, ხო? რა რიცხვი იყო? 10 რიცხვი. ნისანის 10 რიცხვი და შევიდა უფალი დიდებით იერუსალიმში და მის მიიღეს იერუსალიმის ცხოვრებლებმა და ისრაელიდან ჩამოსულმა ხალხმა, ვინც იერუსალიმში იმ დროს იყო, როგორც მეფე. საიდან ვიცით ეს? იმიტომ რომ აიღეს პალმის რტოები, არხევდნენ და ამბობდნენ ოსანა, კურთხეულია ის, ვინც მოდის უფლის სახით. აი როგორც მესიას, როგორც ქრისტეს ისე შეხვდნენ იერუსალიმში მას. ეს იყო ერთ შაბათს ნისანის 10 რიცხვში. და დღეს ახლა ჩვენ იოანეს 13 თავი მოგვითხრობს ვნების შვიდეულის 5 შაბათს რა ხდება, ხო? 5 შაბათს რა ხდება. ეს 2 შაბათი, 3 შაბათი და 4 შაბათი იოანეს გამოტოვებული აქვს. რატომ გაქვს გამოტოვებული? იმიტომ რომ იოანეს სახარება ყველაზე ბოლოს დაიწერა, ხო? 4 სახარებიდან და მათემ, მარკოზმა და ლუკამ ის 2 შაბათი, 3 შაბათი და 4 შაბათი უკვე აღწერეს. იოანე მიცის რომ ეს უკვე მის წინ მახარებლებმა აღწერეს და ამიტომ იოანე ამ დიდებით შესვლის შემდეგ პირდაპირ გადადის დიდ 5 შაბათზე. 5 შაბათს რაც მოხდა იმაზე ეს ამას აღწერს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოვლენა, რაც აქ ხდება. წინა საუბარს ჩვენ გამოგრჩა და მე მინდა დავასრულოთ, აი ორი მნიშვნელოვანი რაღაც. ნახეთ, იუდაიზმში, ანუ ძველი აღთქმა ხომ იუდაიზმია, ხო? იუდეველების სარწმუნოებაა, ხო? ქრისტე ხო იუდეველთა სარწმუნოებიდან მოვიდა. ძველ აღთქმაში ტაძარში მსახურება ხო აღესრულებოდა იერუსალიმის ტაძარში. არსებობს ასეთი წიგნი თამიდი ქვია ამ წიგნს, რომელიც არის თალმუდის ნაწილი, ხო? და ამ თამიდში ზუსტად არის აღწერილი კვირის რომელ დღეს რომელი ფსალმუნი უნდა იგალობონ ტაძარში. აი როგორც ჩვენ ტიპიკონი გვაქვს, ხო გვაქვს ტიპიკონი დღეს ტაძარ ეკლესიაში. იმათაც ჰქონდათ ეს ტიპიკონი და იმ თამიდში ეწერა რომ აი იმ დღეს ერთ შაბათს, როცა ქრისტე შევიდა იერუსალიმში, ტაძარში როცა იწერებოდა მსხვერპლი, გალობდნენ რომელ ფსალმუნს? 23 ფსალმუნს. და ნახეთ რა საინტერესოა, ტაძარში რაც იგალობეს, ის მოხდა გარეთ. და რა იგალობეს 23 ფსალმუნი ვერუმაისის თქვენთაგანმა ამობს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო, აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არის ეს მეუფე დიდებისა? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლას აშინა. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო, აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არის ეს მეუფე დიდებისა? უფალი ძალთაი თავადი არის მეუფე დიდებისა. ანუ ცაბაოთ უფალი არის მეუფე დიდებისა. აღახვენით ბჭენი თქვენი რას ნიშნავს? აი ეს ცოტა ლიტერატურული თარგმანია, პოეზიური ენაა, მაგრამ ებრაულ ორიგინალში ფსალმუნები ხო ებრაულად არის დაწერილი, წერია ბჭეებო, ანუ ბჭეები, გალავნის კარი ბჭეებო, თავები ასწიეთ მაღლა, რომ შემოვიდეს მეუფე დიდებისა. გესმით? ხომ იერუსალიმის კარიბჭეში შევიდა უფალი ამ ვირით, ხომ ბრძობას და ბჭეებო, ისინი კიდევ ფსალმუნს გალობენ ამ დროს ტაძარში, ბჭეებო, უფრო ამაღლდით, უფრო გაფართოვდით, რადგან ღმერთის დიდება უნდა შემოვიდეს კარიბჭეში. ის რაც იგალობეს, გამოვიდნენ და ნახეს, რომ შემოვიდა ვირზე მჯდარი მეუფე დიდებისა და მაინც ვერ იცნეს და მაინც არ მიიღეს. ხვდებით? აი, როგორი მე ხო გითხარით წინა საუბარზე, რომ ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება აღსრულდა ამ დღეს მე. აი, ერთ-ერთი 23 ფსალმუნი. გესმით? მეორე რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, აი, არ მინდა რომ ეს გამოგზავნა, ეს იწერება, ეს საუბარი, შემდეგ გამოადგება, მე ვიცი ეს ბევრ ადამიანს. ნახეთ, დანიელ წინასწარმეტყველი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი წერს. ეს არის დანიელ წინასწარმეტყველის 9 თავი. როდის ცხოვრობდა დანიელი? დანიელი ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეებში. ეს არის დრო, როდესაც ებრაელები ბაბილონის ტყვეობაში არიან, ხო? ბაბილონის ტყვეობაში. წარმოიდგინეთ 5 საუკუნით ადრე ქრისტემდე.
და დანიელ წინასწარმეტყველი წერს. ეს არის ბიბლიის ნაწილი. თქვენ რომ თქვენი ქართული ბიბლია გადაშალოთ დანიელის წინასწარმეტყველის წიგნი ძოლაფხმაში წაიგითხავთ მე-9 თავში. ღმერთი ეუბნება დანიელს. ოღონდ იცოდე და შეიგნე და იმახსოვრე ეუბნება. მას შემდეგ რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად, იმიტომ რომ ბაბილონელებმა დაანგრიეს იერუსალიმი, ხო? იერუსალიმის აღდგენის ბრძანება რომ გამოვა, 7 შვიდეული და 62 შვიდეული გაივლის, სანამ მოვა ცხებული მეფე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. ქუჩა, უბანი, იერუსალიმის ქალაქის უბანი აღდგება ამ ბრძანებით და აი 62 პლუს 7 შვიდეული გაივლის, სანამ მოვა მეფე, ცხებული მეფე. ცხებული მეფე ვინ არის? ცხებული არის ქრისტე. ქრისტე ნიშნავს ქრისტოს, ბერძნულად ნიშნავს რას? ცხებულს, ხო? ებრაულში მაშიახ ნიშნავს ცხებულს. აქ წერია, ანუ მესიის ცხებული მეფის მოსვლამდე გავა 69 შვიდეული და 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება და ბრალი არ ექნება მას. ანუ მოკლავენ მას და ბრალი არ ექნება. და ქალაქს და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი. ქალაქს და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი. ანუ უცხო ვიღაც მთავარი მოვა, ანუ რომაელებმა რომ დაანგრიეს ტაძარი და როცა მოკლავენ ქრისტეს დაანგრევენ მას. ანუ ხეთ 69 შვიდეული. ანუ ჯერ 7 შვიდეული, მე 62 შვიდეული და ამ 69 შვიდეულის შემდეგ მოვაო ცხებული მეფეო და მას მოკლავენო. დანიელი წერს ამას. ხვდებით? ეს დანიელი წინასწარმეტყველი ებრაელებსაც აქვს თავის ბიბლიაში. არ გეგონოთ რომ მხოლოდ ჩვენია. მაგრამ ეს შვიდეული რას ნიშნავს? მინდა აგიხსნათ, მოკლედ, ამას ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მოკლედ მე გეტყვით რა მოხდა. შვიდეული რაც ნახსენები ებრაულში, შვიდეული ნიშნავს 7 წელიწადს. 7 დღეს კი არა, 7 წელიწადს. ანუ ფაქტიურად 7 და 62 69 შვიდეული ნიშნავს 69 ჯერ 7 წელიწადი, ხო? და რა გამოდის? ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად გამოვიდა როდის? ეს ცნობილია ნეემია წინასწარმეტყველის წიგნში წერია 445 წელს არტახშასდა იყო ასეთი სპარსეთის მეფე, მან მისცა ნეემიას ბრძანება რომ წადი და შეგიძლია აღადგინო იერუსალიმი. 445 წელს რატომ? იმიტომ რომ ბაბილონელები დაამარცხეს მედოსპარსელებმა და 445 წელს არტახშასთან მისცა უფლება რომ აღედგინათ იერუსალიმი. ნახეთ, აქედან უნდა დავითვალოთ ჩვენ 69 ჯერ 7 წელი, ხო? და რა გამოდის? 69 ჯერ 7-ს რომ აიღებ, რიცხვი შეგვიძლია კალკულატორი თუ გაქვთ თუნდაც შეგიძლიათ ნახოთ. შეგიძლია მაჩვენო ერთ წამით. 69 ჯერ გაამრავლეთ 7 რამდენია? როგორი? 83. გაამრავლეს 360 დღეზე, იმიტომ რომ 360 დღე არის ბიბლიური წელიწადის რიცხვი. 173,880. ეხლა ეგ გაყავი ასტრონომიულ რიცხვზე წელიწადს 365-ზე. აი ხლა მაგას 476, ხო? გამოვაკელი ეს წელი, როცა გამოიცა ბრძანება 445. 445. 32 წელი. 31 და რაღაც, ხო? 32 წელია, როცა ქრისტე მოვიდა იერუსალიმში. გესმით? დანიელს ზუსტად აქვს ნაწინასწარმეტყველები, როდის მოვიდა ქრისტე იერუსალიმში. გესმით? აი ასეთი აშკარაა ყველაფერი. 32 წელს. ქრისტე ჯვარს აწვეს 32 წელს. გესმით? ხო და აი ეს გამოგჩა და მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ასეთი აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ისე ახსრულდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. მიუბრუნდეთ ახლა მე-13 თავს, ეს აღვადგინეთ, რაც გამოგჩა ჩვენ წინა საუბრიდან. მე გითხარით, რომ 2 შაბათი, 3 შაბათი და 4 შაბათი გამოტოვებული აქვს იოანეს და გადადის პირდაპირ 5 შაბათს
იმ დღეზე, როდესაც საპასექე კრავი უნდა მომზადებულიყო, ხო? აი, ვინც შეიძლება ცოტა ახალია ან ჯერ არ იცის, რა ხდებოდა? პასექის დღესასწაული იყო მოახლოებული. პასექს ხო დღესასწაულობენ იუდეველები. მოახლოებულია პასექის დღესასწაული. როდის არის? პარასკევს არის პასექის დღესასწაული 15 ნისანს. უფალი შევიდა იერუსალიმში, ის 4 დღე, 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი უფალი იერუსალიმშია და რა ხდება? რას აკეთებს? 2 შაბათს შევიდა ტაძარში და განწმინდა მან ტაძარი, რომ მამაჩემის სახლი ავაზაკთა სავაჭროდ გაგიხდიათ, ხო და გამოყარა იქიდან ეს გამყიდვლების ცნობილი მოვლენა. 3 შაბათს მთელი დღე ტაძარშია უფალი და ეკამათებიან მას, მოდიან, მახეს უგებენ. აი მაგალითად რას ეუბნებიან, რომ უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს და გახსოვთ ეს მაჩვენეთ მონეტა უფალი რომ ეს 3 შაბათ დღეს ხდება. 4 შაბათ დღეს ხდება ის ტრაგიკული მოვლენა, 4 შაბათ დღესაც უფალი ტაძარშია, რა ხდება? იუდა შეეთქვა ფარისევლებს და წიგნურებს, მთავრებს, რომ გასცემს მას და იუდამ 4 შაბათს გასცა უფალი და შეუთანხმდა 30 ვერცხლზე, რომ გაყიდა 5 შაბათი დღე მოვიდა. 5 შაბათ დღეს რჯულის მიხედვით შუადღის 3 საათზე უნდა დაეწყოთ საპასექე კრავების დაკლა. 3-დან 5 საათამდე, გესმით? და 6 საათიდან, 5 შაბათის 6 საათიდან რომელი დღე იყო უკვე? უკვე პარასკევი. აი, მაგალითად საქართველოში ჩვენ ახლა საღამოს ლოცვა რომ არის ხოლმე შაბათს. რომელ საათზეა ხოლმე? 4-ზე, 5-ზე, ან 6-ზე, და რას ეძახიან? ცისკარს ეძახიან და ის დღე უკვე ეკუთვნის შემდეგ დღეს, კვირის ცისკარს დღესასწაულობენ შაბათს საღამოს. ეს ებრაული ჩვეულებაა. ეს არის ებრაული, რომ აი, იმიტომ რომ სამყაროს შექმნისას ხო ასე იყო ღამე და იყო დღე პირველი, ხო? ანუ ღამით იწყება დღე-ღამის ციკლი, ანუ ამიტომ საღამოს რომ ზე ჩავიდო და 18 საათზე უკვე იწყებოდა პარასკევი, გესმით? და უფალმაც გააგზავნა პეტრე და იოანე, რომ მოემზადებინათ საპასექე კრავი და ეჭამათ ერთად პასექი. უფალი ამბობს, რომ გულით ვსურდა, რომ თქვენთან ერთად მეჭამა კიდევ პასექი, ბოლო პასექი, აი სათაური კიდევაც წავუძღვეთ, ბოლო პასექი მოწაფეებთან ერთად. და ნახეთ, რა არის მნიშვნელოვანი. მინდა რომ ეს თქვენც იცოდეთ და ყველას საუბარი თუ იქნება თან მსჯელობა გადასცეთ სხვებსაც. ადამიანები უშვებენ ასეთ შეცდომას. ორ შეცდომას უშვებენ, ასე ვთქვათ, არაიუდეველი ქრისტიანები. მათ გონიათ, რომ საპასექე კრავის დაკლა შეიძლებოდა ყველგან. ნაზარეთშიც, თქვათ, კაპერნაუმშიც, არა. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა საპასექე კრავის დაკლა, იყო სად? იერუსალიმში. მოსეს რჯული ამას გარკვევით ამბობს, რომ არსად არ შესწირო სხვაგან ძღვენი გარდა იერუსალიმისა. გარდა იერუსალიმში აგრძელებული იყო ძღვენი. ამიტომ ყველას თუ უნდოდა საპასექე კრავის დაკლა, რა უნდა ექნა? იერუსალიმში უნდა ჩამოსულიყო და იქ ტაძარში უნდა დაეკლა ეს კრავი. გესმით? ეს ერთი. მეორე, ხალხს გონია, რომ საპასექე კრავი იჭმეოდა პარასკევს. აი რომ გათენდებოდა მზე ამოვიდოდა პარასკევი, გონიათ რომ პარასკევს უნდა ეჭამათ საპასექე კრავი. არა. საპასექე კრავი იჭმეოდა 5 შაბათს საღამოს, ანუ რომ დაიწყებოდა პარასკევი, უკვე იწყებდნენ აი ამ საპასექე სერობას ისინი, გესმით? ის თქმა მინდა. აი მაგალითად, როდესაც აღდგომას დღესასწაულობთ ხოლმე ჩვენ, ხო, აღდგომას, აი მაგალითად რო შევადაროთ. ჩვენ ხომ არ ველოდებით კვირას, დილას, 10 საათზე ხო არ ვიწყებთ ტანიობას, აბა როდის ვიწყებთ? ღამის 12 საათზე, როგორც კი შემოვა დღე, მაშინვე დღესასწაულობთ, ხო, იმ აღდგომას, ხომ ასეა? აი ასე აკეთებდნენ იუდეველებიც, როგორც კი 5 შაბათს საღამოს დაიწყებოდა პარასკევი, ანუ პასექის დღე, იქ მაშინ იწყებდნენ ისინი პასექის ჭამას. ხო გასაგებია? ეს ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს. ამიტომაც გონიათ ხოლმე, რომ აი თუ პარასკევს მოკვდა ქრისტე ხომ 3 საათზე მოკვდა პარასკევს ჯვარზე, მათ გონიათ, რომ ის საპასექე კრავიც პარასკევს იკლებოდა და პარასკევს ჭამდნენ. არა, ასე არ იყო. გესმით? აი გახსოვთ ის რომ არის პილატესთან რომ მივლენ მღვდელმთავრები, რას ეუბნებიან? ჩვენო ვერ შემოვალთო შენთანო, იმიტომ რომ საპასექე კრავი უნდა ვჭამოთ. აი ქრისტეს ჯვარცმის წინ ხდება ეს დილას. პარასკევს დილას და რას ეუბნებიან? ვერ გადმოვალთო ზღურბლზეო, იმიტომ რომ უწმინდური სახლია პილატეს სახლი რომაელის
ჩვენ საპასექი კრავი გვაქვს საჭმელი, პასექი უნდა ვჭამოთ და ვერ შემოვალთ ჩვენთან და ხალხს გონია რომ მღვდელმთავრებს პარასკევ დილას ჯერ არა აქვთ ნაჭამი პასექი. მათ უკვე საღამოს ჭამეს პასექი, ხუჭაბად საღამოს და პასექი ვჭამოთ ნიშნავს რას რომ პარასკევს სპეციალური მსხვერპლი იწერებს სამშვიდობო მსხვერპლი იწერებოდა პარასკევ დილას და იმასაც პასექი ერქვა. და ამას გულისხმობენ ისინი და არა იმ პასექის სედერს, რომელსაც ისინი ხუჩაბად საღამოს, მაგრამ ფაქტიურად პარასკევ დღეს ჭამდნენ უკვე. ეს თუ არ ვიცით, გვერევა ყველაფერი. და ეს დროა ახლა მე-13 თავში აღწერილია ეს დრო, როცა საკპასექე კრავი დაკლეს პეტრემ და იოანემ იერუსალიმის ტაძარში, ხუჩაბადს 3-დან 5 საათამდე, 17 საათამდე მოიტანეს და სადღაც 18 საათზე უკვე უფალი დაჯდა თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში, რომ ჭამოს ბოლო პასექი. ხო გასაგებია? ეს თავი სად არის ქრონოლოგიურად? იერუსალიმში იყო ასეთი წესი, ისრაელში იყო ასეთი წესი, რომ იერუსალიმი ყველასია. იერუსალიმი არ ეკუთვნის რომელიმე ტომს. ამიტომ პასექზე რო ჩამოვა ხალხი სხვა მიწებიდან, ხო? სხვა მხარეებიდან, მათ უსასყიდლოდ უნდა დაუთმონ ადგილი, ქირაობა და სასტუმრო ფულით კი არ შეიძლებოდა ამის. არა, usasqidlot უნდა დაუთმონ საპასექე სერობისთვის, სადილისთვის ადგილი ჩამოსულ ებრაელებს. და მართლაც ქრისტიანებმა ხო წერია რომ გააგზავნაო თავის მოწაფეები და უთხრა ამადა ამ კაცთან მიდითო და უთხარითო რომ უფალს უნდა რომ შენთან ჭამოს პასექიო და მართლაც რომელიღაც სახლი ამოარჩიეს, უფალმა რომელიც აერჩია და იქ დაბლას ხდებოდნენ ხოლმე, იატაკზე ხდებოდნენ, ოღონდ გაფრთხილებული ხალიჩები იყო გაფენილი იატაკზე, იქ წამოწოლილნი, ინახით ჯდომა ნიშნავს ხართეძოზე წამოწოლილნი ჭამდნენ ხოლმე პასექს ებრაელები. რატომ? იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, რომაელებმა იცოდნენ ეს წესი. რომაელები ჭამდნენ ხართეძოზე წამოწოლილნი, როგორც ბატონები, როგორც ესეთი მაღალი კლასი, ხო? და ებრაელები ამბობდნენ, რომ ჩვენ რადგან ღვთის ხალხი ვართ. რადგან მონობიდან გაგვათავისუფლა ღმერთმა ეგვიპტის მონობიდან ჩვენს აღდგომებად პასექს ჩვენს წამოწოლილებმა უნდა ჭამოთ როგორც არა მონებმა, არამედ ღვთის ხალხმა. და იუფალიც ნახეთ, რამე წინასწარ მინდა თქვა ეს იოანეო კერძზე მიეყუდა და კითხაო რომ ვინ არის უფალო ეს გახსოვს. სკამზე როზი ხარ კერძზე როგორ უნდა მიეყუდო. თქვა სკამებზე დაუფაქრო სკამებზე ზია როგორც შემდეგ გამოსახეს ფრესკებზე, ხო? აღორძინების ხანაში. სკამზე ძნელია როგორ უნდა მიეყუდო, მაგრამ უფალი თუ ინახით წამოწოლილია იესო ქრისტეც. და იოანე მის გვერდზეა, ხო ისიც ხართეძოზე. ზუსტად მისი თავი არის ქრისტეს კერძზე, იმიტომ რომ იქ არის წამოწოლილი და გადმოიწია უფალთან, კერთან ახლოს და ეუბნება უფალო, ვინ არის ის, ვინც გაქცევს. გესმით? ამას ნიშნავს, რომ კერძზე მიეყრდნო, ამას ნიშნავს ზუსტად. იმიტომ რომ ხართეძოზე არიან, ანუ ინახათ არიან ზიან პასექზე. და მოდით წავიკითხოთ, ახლა ტექსტს მივყვეთ და ყველაფერი თვალსაჩინო ხდება. პასექის დღესასწაულს წინ იცოდა იესომ რომ მოაწია მისმა საათმა. უფალმა ზუსტად იცის როდის მოკვდება, როდის მოკლავენ, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან და მისულიყო მამასთან, ვინაიდან შეიყვარა თავისიანი, რომელიც იყვნენ ამ ქვეყნად და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე. ბერძნულ ორიგინალში წერია სიკვდილამდე. თვით სიკვდილამდე უყვარდა თავისი ხალხი, თავისი მოწაფეები და მისი მორწმუნენი. და სერობის ჟამს, ანუ რაც თქვით, ხუთშაბათს საღამოს უკვე სერობაზე რომ დასხდნენ, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონ იუდას ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, იესო, რომელმაც იცოდა რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცემას და რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთისკენ მიდის, ადგა სერობიდან, მოიზრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა. მერე წყალი ჩაასხა საბანელში და დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების ბანა და პირსახოცით შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა.
რატომ დაიწყო უფალმა ფეხების ბანა? რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. ეს უფალმა კი არ მოიფიქრა ეს რაღაც ახალი არა, ამას ძალიან გარკვეული მიზეზი აქვს. აი ამ პასექის სერობს ადილს თუ ახშამს, პასექის ახშამს ან სერობას აქვს მისი განსაზღვრული წესები, რის მერე რა უნდა გააკეთო. გესმით? იქ ისმება 4 სასმისი, იქ არის პური, რომელიც ტყდება, იქ არის აუცილებლად გარკვეული საჭმელი. ყველაფერი კი არ შეიძლებოდა იქ. იქ უნდა ყოფილიყო მწარე ბალახი, ბოსტნეული, ცხვარი, რომელიც დაკლეს, ბატკანი, რომელიც დაკლეს და საწებელი განსაკუთრებული ძმარი და ყველაფერს თავის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ყველაფერი მოაგონებს მათ ეგვიპტის მონობას. აი მაგალითად ძმარი და მარილიანი წყალი ხანდახან ნიშნავს ცრემლებს, რომელიც მათ მოსდიოდათ მონობაში რო იყვნენ. ის სიმწარე, აი თალგამით აკეთებდნენ ხოლმე მწარე საწებელს და აი იმ მწარეს კურს ამოაწოვდნენ, იმ მწარეში ასე იწყებოდა სერობა და იმ ლუკმას რო შეჭამდნენ ის სიმწარე იყო ის სიმწარე, რაც მონობაში ჰქონდათ. მათ იყო ხილის ჯემი, ტკბილი, იმიტომ რომ ეს ტკბილმწარე იყო ეს ყველაფერი, რომელიც ამ სიმწარიდან გამოიყვანა უფალმა ისინი გესმით? და ერთ მომენტში ყველა იბანდა ხელს. აუცილებლად აი ამ სერობის დროს ყველას უნდა დაებანა ხელი, რადგან წმინდანი იყო, რომ ხელები ხო ის არის, რასაც რითიც ჩვენ ან ცოდვას ჩავდივართ, ან სიკეთეს. ამიტომ განწმენდილი, განბანილი ხელებით უნდა დაეწყოთ პასექის ჭამა. და აი ამ ხელების ბანვის დროს უფალი დგება, იხდის თავის ტანსაცმელს, მოირყავს პირსახოთ წელზე როგორც მსახურების ნიშანი, ხამარს რომ მოირყავ ნიშნავს რაღაც საქმეს აკეთებ და ხელებს კი არ ბანს. ფეხებს ბანს თავის მოწაფეებს. თვითონ აიღო წყალი, თვითონ აიღო დოქი, ყველაფერი თვითონ. და როგორც აი მონამ მსახურმა ჩამოიარა და ბანს მათ ფეხებს. და ლუკა 22 თავში წერს მიზეს, რატო დაბანა მათ ფეხები. რომ ატყდაო მათ შორის მოწაფეებს შორის კამათი, ვინ უფრო დიდი ვარ თქო. მე უფრო დიდი ვარ თუ ის უფრო დიდია თუ ის უფრო დიდია, იქ არის ის მომენტიც რომ იაკობი და იოანეს დედა მოვა და უფალს ეუბნება რომ უფალო შენ რო გამეფდებიო, ესენიო ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ დაისვირა, ჩემი ძებიო, ძეებან მინისტრებად დანიშნიო შენ სამეფოში, დაახლოებით ეგეთ რაღაცას თხოვს. უფალი ატყობს ამათ, რომ ჯერ ეს თავმდაბლობა და ეს სიმდაბლე და მორჩილება არ აქვს და აი ამას რო ხედავს, რომ აქაც კი იმაზე დაობე, ვინ უფრო დიდია მათ შორის, გაჩვენებთ ახლა ვინ უფრო დიდია უფალი ეუბნება და დაიწყებს მათი ფეხების ბანვას. გესმით? და ფეხის ბანა იმ ორიენტში, იმ აღმოსავლურ სამყაროში იყო უკიდურესი მსახურება და პატივისცემის ნიშანი. აი მაგალითად, სტუმარი რომ მოგივიდოდა სახლში, ხა ესეთი ფეხსაცმელები კი არ ეცვა ჩვენ რო გვაცვია დღეს, სანდლები ეცვა და ზოგი ვასარტით ფეხშველი დადიოდა, ხო ამ ტვერში, ქვაში რომ მოვიდოდა ფეხიც ასიარო და ხანში ფეხი დაზიანებული ქონოდა, ან დააღლილი, ან დასიებული და რომ მოვიდა სტუმარი უნდა ფეხზე გაგეხადა და ოჯახში ფეხი დაგებანა მისთვის წყლით და გაგიფშრალები, რომ ეს იყო მსახურების და პატივისცემის ნიშანი. მამას ბანდნენ ხოლმე შვილები ფეხს. მაგრამ აი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. თუ მონა ყავდა ებრაელი, აი მაგალითად ებრაელს თუ ვალი დაედებოდა მაგალითად, შეიძლება და ეთქვა რომ აი დაგიდგები მე შენ მონად, რომ ეს ვალი გამოვისყიდო, მაგალითად, ხო? ებრაელს არ უნდა დაებანა ფეხი ებრაელისთვის. იმიტომ რომ ებრაელს არ უნდა ეკადრა ის, რაც უცხოტომელი მონას შეიძლება და გაეკეთებინა, გესმით? ანუ ფეხების ბანვა იყო მართლაც მონის მოვალეობა ამ გაგებით რა. და უფალი აკეთებს აი ამას. ეუბნება რომ აი მონობამდე მათი მსახურია. ასე იმდაბლებს თავს. თან ნახეთ რა ხდება იმ ხელებმა, ვინც ბრმას თვალი აუხილა, იმ ხელებმა, ვინც კეთროვანი განკურნა, იმ ხელებმა, ვინც 12 წლის გოგონა საფლავიდან მკვდარი აღადგინა, რომელმაც ლაზარე გამოიყვანა საფლავიდან, ხო? ის ხელები ხედავენ რომ ფეხებს ბანს მათ. რამხელა ის არის, ხო, თავის დამდაბლება. ის ადამიანი, ვინც 4 დღის წინ დიდებით შევიდა იერუსალიმში და როგორც მეფეს ისე შეხვდნენ, ხედავენ რომ მათ ახლა წარმოიდგინეთ კიდე რა არის, ნახეთ
შენ რო წამოწოლილი ხარ ხართეძოზე, ფეხი როგორ უნდა დაბანოს ვიღაცამ? უნდა უკიდურესად დაიჩოქოს შენს წინ, ხო? აი სკამზე როზი ხარ, კიდე შეიძლება ოდნავ მოიხაროს. მაგრამ შენ რო დაბლაზი ხარ სახალჩაზე, ვიღაცა რო ფეხი მოაგაბანოს, უნდა დაიჩოქოს შენს წინაშე და ისე დაგბანოს ფეხები, ხო? აი ეს ყველაფერი გააკეთა უფალმა. ეს ყველაფერი გააკეთა იესო ქრისტემ. ნახეთ როგორ არის ფეხბანვა ჩვენ სად გვხდება ბიბლიაში, აი რომ გავიხსენოთ. გახსოვთ? ძველ აღთქმაში მე-18 თავში დაბადების წიგნის აბრაამი, ისრაელის მამამთავარი, ანუ აბრაამისგან დაიწყო ისრაელი, ხო? ხო ჩვენ ხო ვიცით ეს. აბრაამი ზის კარავთან და მას ეცხადება უფალი ორი ანგელოზის თანხლებით. ხო გახსოვთ ეს ადგილი? სადაც სოდომ და გომორს რომ გაანადგურებს, აი მაგის წინ. აბრაამი ზის კარავთან და ხედავს რომ სამი მგზავრი მოდის. ერთი იაჰვეა, უფალია, უფლის ანგელოზია უпроსწორად და ორი ანგელოზი მოყვება მას. და აბრაამი რას ეუბნება მათ? გაჩერდიო უფალო ჩემთან, ბატონო, მან არ იცის რომ ღმერთია. გაჩერდიო ფეხს დაგბანო. დაგიკლავო საკლავსო, ყურებს გამოგიცხოფო და ძეს დაგალევინებო და კარგიო გააკეთო და აბრაამი ღმერთს ბანს ფეხს. აი მაშინ ძველ აღთქმაში მართლაც გააკეთე რაცაც თქვი და აბრაამი ადამიანი ბანს ფეხს ღმერთს. ეს მიწაზე ჩამოსულ ღმერთს. აქ რა ხდება? აქ ღმერთი ბანს ფეხს ადამიანს. გესმით? აი რამხელა წყალობა მოიღო ღმერთმა, იმას რომ თავი დავანებოთ, ჯვარს ეცვა, იტანჯა, შეურაცხყოფა, აიტანა, ყველაფერი. ის ღმერთი, რომელსაც ფეხი დავანა ადამიანმა, თვითონ დაინდაბლა თავი და ფეხს ბანს ადამიანს. ხო გესმით რა ხდება? და ეს რომ და ხლა რა ხდება? ისევ აი იმიტომაც აღნიშნე მე პეტრეს ხასიათი და სახე ჩანს ამ თავში ძალიან გამოკვეთილად და როგორც ჩანსო იოანე ოქროპირი ასე გავიმარტავს ჩვენ ამას, როგორც ჩანსო უფალმა ჯერს ხებს დაბანაო ფეხები და მერე ბოლოს პეტრესო. რომ დაიწყო ფეხების ბანვაო და როცა მივიდა პეტრესთანო. და თან ჩანს რომ იმ ლუკმას ჩვენ მოგვენებდა ლუკმას როცა იუდას მიაზღვის პირველ ლუკმას ჩანს რომ იუდა მასთან ყველაზე ახლოს ზის უფალთან. საპატიო ადგილას ზის იუდა და პეტრესთან როცა მივიდაო პეტრემ უთხრა უფალო შენ უნდა დამბანო ფეხები? პეტრე არ იკარებს როგორ შენ უნდა დამბანო ფეხები? ეცინა აღმდეგება. მიუგო იესომ და უთხრა მას რასაც მე ვიქմ შენ ჯერ არ იცი, ხოლო ამის შემდეგ გაიგებ. და უთხრა მას პეტრემ არ დამბან ფეხებს უკუნისამდე, მიუგო მას იესომ თუ კი არ დაგბან ფეხებს, არა გაქვს ჩემთან წილი. ნახეთ, ეცინა აღმდეგება პეტრე, არ არსებობს, არ დაგაბანინებ შენ ფეხებს, როგორ უნდა დამბანო შენ მე ფეხები და ქრისტიანობა არა, თუ არ დამაბანინებ, მაშინ არა გაქვს ჩემთან წილი. და პეტრე ეუბნება არა მარტო ფეხები, არამედ ხელების და თავიც. ანუ პეტრეს ხასიათი ჩანს, ხედავ? ხო შეეცინა აღმდეგა, ქრისტემ უთხრა არა. შემდეგ უკვე კიდევ თვითონ მიუთითებს რა უნდა გააკეთოს. კარგი მაშინ ფეხები კი რა, ხელები და თავის დამბანი. ასეთი იმპულსური, ძალიან მგზნებარე ხასიათი აქვს პეტრეს. კარგი ადამიანია, გულწრფელი ადამიანი, ერთგულია ღმერთის, მაგრამ ასეთი ფიცრი ხასიათი აქვს, იმპულსურია, გესმით და დიდი ენერგიის ადამიანი. ნახეთ, ქრისტემ ხო მიუთითა, კარგი და გემორჩილები ვაღად, ოღონდ ისე როგორც მე მინდა. მაშინ ხელების და თავის დამბანი ეუბნება, გესმით? აი ჩვენ შორისაც ხომ ვართ ესეთი მორწმუნეები. კარგი, ამას დაგიჯერებ, მაგრამ არა მე როგორც მინდა ისე. და ბოლოს ჩვენ ხედავთ რომ ქრისტე უშვებს განსაცდელს პეტრეზე რომ დაამდაბლოს. რადგან მან იცის რომ ასე ის ვერ შევა სათასასუფეველში. ეუბნება რასაც მე ვაკეთებ შენ არ გესმის ახლა. რა არ ესმის? და შემდეგ გაიგებ. როდის გაიგებს? აი ცოდვით რომ დაეცემა პეტრე სამჯერ უარყოფს და სინანულში რო ჩავარ, აი მაშინ გაიგებს რა უთხრა უფალმა იქ და რა გააკეთე. პეტრეს ჯერ არ ესმის რა, ნახეთ სამი რამე არ ესმის პეტრეს. მორჩილება არ ესმის, არ ესმის პეტრეს თავმდაბლობა და არ ესმის მას აი სრულად მინდობა ღმერთზე. ეს სამი რამე არ ესმის, ჯერ არ იცის.
აი როცა დაეცემა და განსაცდელში ჩავარდება, მერე მიხვდება თურმე რა მოხდა იქ მის თავს. და უთხრა მას იესომ, განბანილს არაფერი სჭირდება და ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულთად სუფთაა და თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა. ქრისტე ეუბნება რომ მათ უკვე რიტუალური განბანვა პასექის წინ შესრულებული აქვს, განბანვა ხდებოდა, ასევე თავარი ისაა რომ ქრისტეს სიტყვით არიან ისინი უკვე განწმენდილნი, სუფთანი, მაგრამ არა ყველა. თქვენ ყველანი წმინდანი ხართ, ან განწმენდილი ხართ ჩემი სიტყვით და იმ წყლით, რომელიც განიბანეთ, მაგრამ არა ყველა. ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს, ამიტომაც თქვა, ყველანი როდი ხართ სუფთაო. ანუ მან იცის რომ იუდა არის მისი გამცემი. ნახეთ, ეფესელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავში ამბობს პავლე მოციქული, რომ მანო ქრისტემო ჩვენ გავწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით. გესმით, აი ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ თუ შენ გინდა სულიერად განიწმინდო, რითი უნდა განიწმინდო? სიტყვით, გესმით? აი წარმოიდგინეთ, რაც გვესმის ჩვენ, ისეთები ვხდებით. ხომ ვიცით ეს ჩვენ ყველამ? აბა გაატარე ერთი წელიწადი ცუდ ხალხში, რაც გესმის ყოველდღე, შენც ეგეთი გახდები. ფიქრებიც ეგეთი გაგიხდება, აზროვნებაც ეგეთი გაგიხდება, მეტყველებასაც ისეც დაიწყებ, ხომ ასეა? მაგრამ ღვთის სიტყვას თუ უსმენ მუდმივად, შენც მასეთი ღვთაებრივი ხდები შენც. აი მას ამბობს რომ პავლე რომ მან გავწმინდა ჩვენ წყლის საბანელით, ანუ ნათლობით და სიტყვით, აი ამ სიტყვით, რომელიც გვესმის წმინდა წერილიდან. და როცა ფეხები დაბანა მათ, მე-12 მუხლი. როცა ფეხები დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ, იცით რა გიყავით თქვენ? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. და კარგად ამბობთ, სწორადაც ამბობთ, რადგან ვარ. ხოლო თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ბანდეთ ერთმანეთს ფეხებს. ვინაიდან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით, თქვენც ისევე მოექცეთ ერთმანეთს. ანუ მაგალითი იყო ეს თამდაბლობის და მსახურების. ამიტომ ერთმანეთის მსახურება არ უნდა მოგვერიდოს. ანუ ხანდახან ჩვენი სიამაყე და ჩვენი ამ პარტაონება ვიგრძელოს იმას, რომ ერთმანეთს შემსახუროთ. არა, გახსოვდეს რომ უფალი ჩვენი აი ასე მონურად მსახურივით ემსახურა თავის მოწაფეებს და დაბანა მათ ფეხები. და კიდევ ერთი ადგილი, ნახეთ, თქვენ მე მიწოდებთ, მე-13 მუხლი, თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალსო. მინდა განახოთ მათეს 23 თავი, ნახეთ, სადაც უფალი ამბობს. ნურავის უწოდებთ მოძღვარს ამ ქვეყანას. რადგან ერთი ხავთ მოძღვარი ქრისტე. ნურავის უწოდებთ წინამძღვარს, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი ქრისტე. სხვა ადგილას უფალი ამბობს, ნურავის უწოდებთ მამას, რადგან ერთი ხავთ მამა ზეციური, ხო? ნახეთ? და აქ ამბობს, რომ თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს და სწორადაც იქცევი. რადგან მამის და ძის პატივი და დიდება ერთია. ის ერთი ღმერთი, რომელსაც იუდეველები თაყვანს სცემდნენ, აი ჩვენ ხო ვიცით ეს ისრაელის მწამსი, რომელიც მეორე რჯულის მე-6 თავშია. ისმინე ისრაელ, შმა ისრაელ, ხო მოგისმენიათ ეცევა თქვენ, შმა ისრაელ, ისმინე ისრაელ, ერთია უფალი ღმერთი შენი, ერთია, ერთადერთია უფალი ღმერთი შენი და აი ეს ერთი ყავთ მოძღვარი. ერთი ყავთ მამა ზეციური, ერთი ყავთ წინამძღვარი არის ის ერთი ღმერთი და ქრისტე ამბობს, თქვენ მე მიწოდებთ წინამძღვარს და სწორადაც მიწოდებთ, რომ მე ვარ თქვენი მოძღვარი. რადგან მამის და ძის პატივი და დიდება და ნება ერთი და იგივეა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი და არც მოციქულია თავის მოავლილებელზე უპირატესი. თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ თუ ასრულებთ ამას. სხვა ადგილას, ნახეთ ქრისტე როგორ ამბობს, საკმარისია, რომ მოციქული იყოს ისეთი, როგორც მისი მიმავლინებელი.
საკმარისია რომ მოწაფე იყოს ისეთი როგორც მისი მასწავლებელი. საერო საქმეებში ეს ასე არ არის, ხომ ასეა? იმიტომ რომ მოწაფე უკეთესია რომ მასწავლებელზე კარგი გამოვიდა, იყოს, ხომ ასეა? მაგრამ ღმერთთან და საავთო საქმეში, სადაც ერთი ყავს მასწავლებელი ქრისტე, საკმარისია ქრისტეს მიემსგავსოთ. გესმით? აი ლოგიკა რა შედგომარეობს? ქრისტე საკმარისია მოწაფე იყოს ისეთი, როგორც მისი მასწავლებელი. საერო საქმეში ამას არ ეთანხმებით, ხომ ასეა? მაგრამ ღმერთთან მიმართებაში, სადაც ერთი მასწავლებელი და ერთი წინამძღვარი ყავს, იქ საკმარისია ქრისტეს თუ დავემსგავსეთ. ეს ამას ამბობს უფალი. და თქვენ ეს იცით, ნეტარნი ხართ თუ შეასრულებთ ამას. ნეტარი ხარ თუ ამას შეასრულებთ. ყველა თქვენგანისთვის როდი ვამბობ, მე ვიცი, ვინც ავირჩიე, არამედ რათა აღსრულდეს წერილი, ჩემთან ერთად პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე თავისი ქუსლი. და იქვე ამბობს, რომ ერთი ზის მათ შორის, ვინც ის აირჩია, ვინც მან აირჩია და აღსრულდება წერილი, რომ იმ კაცმა, ვინ ჩემთან ერთად ზის და პურს ჭამს, მან ჩამარტყა ქუსლი. ნახეთ რას ამბობს? ეს არის მე-40 ფსალმი. კაცმა მშვიდობისა ჩემისა მან, რომელიც ჭამდა პურსა ჩემსა, მან აღმართა დეზი ან ქუსლი ჩემზეო. გესმით? ანუ ეს არის დავითის ფსალმუნი, საუკუნეებით ადრე ფსალმუნების წიგნში, რომ ის იქნება მისი ახლობელი კაცი, ვინც მას უღალატა. მეგობარი იქნება, მისთან ერთად პურის მჭამელი კაცი იქნება და ამ სეროვაზე ზუსტად ასეც ხდება. აი, პირველ ლუკმას ვისაც მიაწვდის, ზუსტად ის არის გამცემი და უფალი თვითონვე ციტირებს ფსალმუნს, გესმით? აი, დღეს რომ თქვენ ფსალმუნებს კითხულობთ, თქვენ უნდა გახსოვდეთ ეს, რომ ყველას უნდა გახსოვდეს, რომ კაცო, ამ ფსალმუნებს უფალიც ამ კითხულობთ. უფალიც გალობდა, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, იგივე ფსალმუნებს ციტირებდა, გალობდა, ამბობდა, გესმით, რამხელა რაღაცაა. ამიტომაც უნდა კითხულობდეს ფსალმუნს ადამიანი და ეს მოდეს, რასაც ამბობ. და 54 ფსალმუნში ასევე მე-15 მუხლია, რომ აი ის კაციო, ვინც მე მიღალატებსო, ჩემი მეგობარი იყო და ერთად ავდიოდით ხოლმეო ტაძარში. 54 ფსალმუნი ამბობს. რამდენჯერ ასულა უფალი იუდასთან ერთად ალბათ იერუსალიმის ტაძარში, ესეც აღსრულდა. ანუ მე-40 და 54 ფსალმუნები წინასწარ მეტყველებს ამას. აც გეუბნები თქვენ, სანამ მოხდება, რათა როცა მოხდება, იწამოთ რომ მე ვარ. წინასწარ გაფრთხილებთ რომ ეს ასე მოხდება და იცოდეთ როცა მოხდება რომ მე ვარ ის, ვიზეც დაიწერა ეს სიტყვები. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. ანუ აფრთხილებს რომ მე ჩემე მომავლინა მამამ და ვინც მე ჩემს მიერ მოვლინებულ მოციქულს შეიწყნარებს, ის ჩემს მომავლებელ მამას მიიღებს. ეს რომ თქვა, ნახეთ, ეს არის ძალიან ისეთი საკვანძოა, ეს რომ თქვა, შეძწუნდა იესოს სულით იმოწმა და თქვა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ და არ იცოდნენ ვისზე თქვა. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, კერძზე მიყრდნობოდა მას. ანიშნა მას სიმონ პეტრემ, სიმონ პეტრე შორზის. ივანეზის როგორც ჩანს, ის გვერდზე, კერძზე მიეყრდნო, იუდაზის მის გვერდზე, სიმონ პეტრე შორზის, რადგან სუფრას ემსახურებოდა როგორც ჩანს, რადგან მან გაამზადა ეს საპასექე სერობა და პეტრე მიქიდან ანიშნა ივანეს, რომ კითხე ვიზი ამბობსო, ხო? ერთი თქვენგანი გამცემს მეო. კითხეო, აბა ვიზი ამბობსო. ხოლო ის კერძზე მიეკრა იესოს და უთხრა მას უფალო, ვინ არის? ანუ გამცემი ვინ არის? იუგო იესომ ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. და ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას სიმონის ძეს ისკარიოტელს. ნახეთ, ეს ჩაწებული ლუკმა, აი მე რა გითხარით, იმ პასექის ვახშამ სედერს ხო თავის წესები აქვს მე გითხარით, ხო? ასე იწყებოდა, რომ აი ამ წარე
საწმაში საწებელის მსგავსი იყო, იქ იყო მწარე წვანილი და რაღაცა ეს მიწის თალგამი მწარე იყო ძალიან. აქ მაცას მოტეხავდა, სუფრის უფროსი ვინც იყო, ჩაწობდა ამაში, ამოაწოვდა და მისცემდა საპატიო სტუმარი ვინც ესწრებოდა ამას. და იესო ამბობს, რომ აი ამ საპატიო ლუკმას, ვისაც მივცემ, ის იქნება ჩემი გამცემი. გესმით? და ვის აძლევს? იუდას. გვერდზე უზის იუდა, მოტეხა მაცა ხოიც როგორ მოიყოლა, ხელი პურია, ამოაწო ამ მწარე საწებელში და პირველი ლუკმა მისცა იუდას. იუდა მიიღო ეს, შეჭამა, იგრძნო ის სიმწარე პირში, გესმით? ადგა და გავიდა. წარმოგიდგენიათ? აი, ქრისტე მრავალ ადგილას ცდილობს, რომ იუდა გამოაფხიზლოს. რომ იუდას აგზნობინოს, რომ მან ეს იცის. მან იცის ბოროტება, რომელიც მას აქვს გულში, გესმით? და აი ეს ლუკმა საპატიო სტუმრისთვის უნდა მიეცა, მაგრამ ვის მისცა? გამცემს. მის გამცემს, რომ აი იქნება აი ამ სიმწარით, რომელსაც ის იგრძნობს პირში, აი ამ ლუკმით მიხვდეს, რომ რას აკეთებს? რომ ვის წინააღმდეგ აღმართა მან ქუსვი და წერია ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა და უთხრა მას იესომ, რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. ნახეთ რა საშინელი ამბავი წერია? ამდენჯერ გააფრთხილა. უკვე ეშმაკსო იუდას გულში ჩაენერგაო ეს საქმე, ხო? ჩვენთანაც ხო ასე ხდება ხოლმე ადამიანებს შორის, რომ ჯერ რაღაც აზრობრივად შემოგვეპარება ბოროტი, ხო? მერე თუ მივიღეთ და დაუჯერეთ, მერე უფრო მეტად ჩაგვინერგავს გულში, რომ ის დანაშაული ჩავიდინოთ. და თუ ბოლომდე დავემორჩილოთ, მერე თლიანად შეგვიპყრობს ის დანაშაული და მობრუნება იქიდან აღარ შეიძლება. აი ეს დაემართა იუდას, აი ამ უტიფრობის გამო, რომ ლუკმა მიიღო, საპატიო ლუკმა, არაფერი ნამოსის ძარღვი არ შეიძრა მასში, ადგა და გავიდა იმ თავის საქმის გასაკეთებლად, შეიპყრა ის სატანამ წერია. ანუ შეპყრობილი გახდა. თლიანად შეიპყრო იგი ეშმაკმა. გესმით, აი ტრაგედია, ადამიანის ტრაგედია როგორ არის აღწერილი და იესოსთან ეუბნება, რასაც აკეთებ, მალე გააკეთეო. ნახეთ, აი ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, უყურე, კაცო, რა უნდათ ამ ებრაელებს? პასექზე უნდა დაემთხვიათ მაინც და მაინც ქრისტეს მოკლა? აი ხო უცნაურია. აი რატო? ხო შეეძლოთ გავიდოდა ეს პასექი და მერე მოეკლათ ერთ 60 მერე, ხო? აი რან მოხდა, რამ დააჩქარა ეს ყველაფერი? აი რატომ მოკლეს პასექზე? აი ზუსტად აი ამან დააჩქარა, რომ იუდა მიხვდა, რომ ქრისტე მიცის, რომ გასცა მან იგი. ამიტომაც სასწრაფოდ გავიდა ოთხუჯაბაც და გაიქცა იმათთან ფარისეულებთან და ეუბნება, იცისო მან რომ მე ვარო გამცემიო და იცისო რომ თქვენთან შეთანხმებული ვარო და ჩქარა უნდა გააკეთოთ, თორე შეიძლება წავიდეს, გაიქცეს გალილეაში და ვეღარ დაიჭიროთო, გესმით? თავად უფალმა დააჩქარა საკუთარი სიკვდილი და მან იცოდა რომ პასექზე უნდა მოკვდეს, გესმით? აი ეს იყო მიზეზი ამის. ხო ამბობს უფალი, რომ ვერავინ წამართმევს ჩემს სიცოცხლეს ჩემგან, მე თვითონ დავდებ მას და მე თვითონვე მივიღებ მას. აი, ხედავ, აქ ჩანს რომ ღმერთი მართავს მაინც ყველაფერს, ღმერთის ხელშია, ღმერთი ყოვლის მფრობელია, გესმით? და აი ამ ხილებამ რომ რასაც აკეთებ, მალე გააკეთე, იუდას მიახვედრა რომ უფალმა იცის მისი გაცემის და კიდევ ერთი ამბავი, ნახეთ 30 ვერცხლი იუდამ რაც აიღო. როგორ გონიათ, ბევრი ფული იყო, მაშინ თუ ცოტა ფული იყო? ცოტა ფული იყო. 30 ვერცხლი იყო ძალიან ცოტა ფული იმ დროს. არაფერი არ იყო. გესმით? მაგრამ აი რატო აიღო იუდამ 30 ვერცხლი? ხო საინტერესოა, აი რა არის ეს 30? არც ეგეთი ღარიბი იყო იუდა და არც ის 30 ვერცხლი არ გაამდიდრებდა და აი რატომ? ნახეთ, იუდამ წმენა დაკარგა იესოსი და რა წმენა ჰქონდა მას? მას იმიტომ დაძდებდა ეს 3 წელი, რომ მას ეგონა, რომ ქრისტე ისრაელის მეფე გახდებოდა. რომ ის იყო ის აღთქმული მეფე, რომელიც დიდებას მოუტანდა ისრაელს, ხო? როგორც სახელმწიფოს, როგორც რომაელებისგან გაათავისუფლებდა, აღუდგენდა იმ სოლომონის დიდებას, რაც მათ ჰქონდა და
ამ 3 წელიწადი უყურა, სასწაულებს ხედავს, მის ძლევამოსილებას ხედავს, ხო? გესმით და აი ბოლო წერტილი როცა მან დაინახა რომ ნახეთ ერთი მომენტია როცა 5000 კარს დააპურებს იესო იქ მის გამეფებას რო დააპირებენ გახსოვთ 5000 კაცს რო 5 პური დააპურებს მოვიდნენ და მისი გამეფება უნდათ და ქრისტე განეშორა მათ წავიდა გამარტყდა სალოცავად ეს ხო დაინახა იუდამაც სხვა მიხვდა რომ მეფობაზე უარს ამბობს შეერყა წმენა იქაც შეერყა წმენა ვერო სხვა ადგილებშიც შეერყა წმენა საბოლოოდ მისი წმენა აი ამ მეფობის მოლოდინის წმენა როდის დაინგრა? როდის? სერობას, როცა მან დაინახა რომ ფეხებს ბანს მოწაფეებს. ბზობას მან კიდე დაინახა რომ მეფესავით შემოვიდა, მაგრამ შემდეგ მასა ხედავს ამ სერობაზე რომ დაიჩოქა ამან, ვინც მეფე უნდა იყოს და ფეხებს ბანს, მასაც დაბანა ფეხი. და მიხვდა რომ არა, ეს არ არის მეფე. ეს არ არის ისრაელის მეფე. ის ვერ ხვდება დიდებულ ამ სიმდაბლის, თავმდაბლობის დიდებულებას ის ვერ ხვდება, გესმით? აი, იმდენად უტიფარია, იმდენად დახურული აქვს ეს სულის თვალი და მიიღო ეს უკმა, გავიდა და შეატყობინა იქარიო, გეცემანის ბაღში იქნებაო და შეიფყარითო, გესმით? აი ეს იუდას და ეს 30 ვერცხლი რატომ აირჩია, უყურეთ? ის ფაქტობრივად იუდა წიგნობრების თანამოაზრე გახდა. წიგნობრები და ფარისევლები ხომ იგივეს ამბობდნენ, რომ არ არის ეს აღთქმული მესია. ეს არ არის ისრაელის მეუფე, ხომ? და 30 ვერცხლი რა ფული იყო, იცით, რჯულში ეწერა, რომ აი მაგალითად თუ ჩემ მონას, ჩემ სახურს ურქენდა მეზობლის ხარი და დააინვალიდებდა, ხო? ან მოკლავდა, ხო? მე მეზობელს უნდა გადმაეხადა ჩემთვის 30 ვერცხლი. ანუ ყდარი მონის ფასია 30 ვერცხლი. რჯულის მიხედვით 30 ვერცხლი არის ყდარი ან დაინვალიდებული მონის ფასი 30 ვერცხლი და რომ მივიდა იმ წიგნობრებთან და ფარისეველთან, მღვდელმთავრებთან, უთხრეს რომ აი 30 ვერცხლს მოგცემ. შეურაცხყოფა მივაყენოთ. აი ამითიც გავანადგუროთ, რომ 30 ვერცხლია მაგისი ფასი ისრაელში. და იუდას დათანხმდა, იმიტომ რომ მის თვალშიც უკვე მისი მოძღვარი უკვე ასე ჩანს, გესმით, რომ არ არის ეს ისრაელის მეფე. ამიტომ 30 ვერცხლი ამის ფასი. ანუ თანამოაზრეა მათი და ამიტომაც იღებს ამ ფულს, თორე რაში ჭირდება 30 ვერცხლით რა უნდა გააკეთოს, გესმით? აი ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. ამიტომაც ქრისტეში ჩვენ ამ სიმდაბლესთან ერთად ხო დიდებას ვხედავთ, ხომ ასეა? ის გვაჩვენა მაგალითი ადამიანობის და ჩვენ ვიცით რომ ეს სიმდაბლე ღვთაებრივი დიდებაა, რასაც ის აკეთებს ჩვენთვის. და გავიდეთ ნახეთ როგორც წერს იოანე როგორც წერს რომ ზოგს ეგონაო რომ იუდას ეუბნებაო რომ რამე საქმე გააკეთება, რამე საყიდელი აქვსო პასექისთვის და ეუბნება დროზე იყიდე რაც საყიდელი გლახაკებისთვის უნდა მიეცა მოწყალებაო და დროზე მიეციო. აი ვერ მიხვდნენ რა უთხრა იუდას რომ დროზე გააკეთე რასაც აკეთებო. და ლუკმის მიღებისთანავე გავიდა და იყო ღამე, წერია და იყო ღამე. რომელ ღამეზე ლაპარაკობს იოანე? მართლაც ღამე იყო ის დრო. ის იყო ღამე, როცა, მაგრამ ღამე სულიერ სიბნელეზე ლაპარაკობს. სულიერი წვდიადია, როცა ადამიანმა გასცა შემოქმედი. როცა აი ესეთი ღალატი ჩაედინა ადამიანმა. აი მე როცა სახარება ვამზადებდი ამ საუბარს თქვენთვის, თქვენ მინდოდა თვალსაჩინო ყოფილიყო და ამოვიწერე რამდენჯერ გააფრთხილა უფალმა იუდა. როგორ გონიათ რამდენჯერ გააფრთხილა? 12, მინიმუმ 12 ჯერ გააფრთხილა უფალმა იუდა. აი სანამ თავს მოიკლავდა, სანამ გასცემდა 12 ჯერ აფრთხილებს, დავანებო თავი იმას, რაც მან უყურა იმ 3 წელიწადს, ხო? მის დიდებულება, ის სასწაულები, ის სიტყვები, ის ამბები. ნახეთ. ფეხი რო დაბანა, მაშინ გააფრთხილა. კაცი რო ფეხს დაგბანს, იმას როგორ უნდა უღალატო, ხო? ან თუ ნაღალატები გაქვს, უნდა იქვეცრემლად დაიქცე, რომ ეს რა ჩავიდინე, თურმე როგორი ადამიანია, ხო? მეორედ, როდესაც ამბობს უფალი, რომ ყველა
თქვენ წმინდანი განბანილები ხართ, მაგრამ არა ყველა. შენ უნდა მიხვდე რომ შენ ზიანობს ამას, ხო? გამწემით უყარ, ხო? მე როცა ამბობს რომ კაცმა ჩება მეგობარმა კაცმა ჩამარტყა ქუსლიო მეორმეცე ფსალმოს რო ცეტირებს უფალი. ხო უნდა მიხვდე რომ შენ ზიანობს ამას, ხო? შემდეგ როცა უფალი ამბობს ერთი თქვენგანი გამცემს მე, უნდა მიხვდე რომ შენ ახარ. კიდევ როცა ამბობს ჩემთან ერთად ვინ ჩაყობს ჯამში ხელს, ის არის ჩემი გამცემი. ვისაც მივაწვდი ლუკმას ის არის, ხო? რამდენი რამე მოხდა, ხო? და ბოლოს, როცა შეიპყრეს უფალი, დავანებოთ ახლა ყველას ჩამოთავს. აი ბოლოს, როცა შეიპყრეს უფალი გეცემანის ბაღში, როგორ მოხდა ეს? როცა იუდა წავიდა და მოიყვანაო ეს ჯარისკაცები და მსახურები წათებით და თოკებით და იარაღით, ხო? რომ შეეპყრო გეცემანის ბაღში, თითქოს ყაჩაღის შეპყრობას აპირებდნენ ვინმეს. და გამოვიდა უფალი და ეუბნება ვის ეძებთ? და მივიდა იუდა და ქრისტე ეუბნება მოყვასო, ანუ ჩემო ძვირფასო ადამიანი, მოყვასო, ისთვის მოხვედი, ისთვის მოსულხარ. და შალომ რაბი ისეუნება, გიხაროდეს ისა უფალო და კოცნის მას, იუდა კოცნის, გესმით? აი შეპყრობილობა რას ნიშნავს, რომ აი შენ რო კაცს ბოროტებას უპირებ მაგალითად და იმან რო გითხრას ჩემო ძვირფასო, ხო შეიძლება დაფიქრდე რომ კაცო თურმე როგორ უყარო არ ამას და მე კიდე რა მაქვს დაგეგმილი, ხო? არაფერი მასზე არ მოქმედებს. რატომ არ მოქმედებს? ისეთ რომ აი ჩვენ ხომ ეს ბევრჯერ გვითქვამს, ერთხელ ეტყვის სინდის სუარს, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ ეტყვის სინდის ხმას სუარს და ბოლოს რა ხდება? ბოლოს თლიანად შეგიპყრობს ეშმაკი და ხარ შეპყრობილი. ამიტომაა საშიში. ამიტომაა საშიში ეს უყურადღებობა, ზერელეობა, გესმით? სიზარმაცეც ამავდროულად, სიზარმაცეც არ შეიძლება. ღმერთის ხმა რომ გესმის, სინდისიდან ხო ღმერთი გელაპარაკება, იმას აუცილებლად პირველივეზე უნდა მოусმინო. პირველივეზე ღმერთი გიცხადებს სინდისიდან რომ ეს არ გააკეთო. გესმით? ამიტომ ძალიან საშიში ამბავია. და გავიდა იუდა და იყო ღამე. და როცა გავიდა, თქვა იესომ უკვე იცის რომ სად მიდის იუდა. უფალმა იცის რომ მიდის ახლა იმასთან, დამთავრებთან, იცის რომ სულ რამოდენიმე საათიღაა დარჩენილი ჯვარცმამდე და ამბობს, აც იდიდა ძეკაცისა. და იდიდა ძეკაცისა და ღმერთი იდიდა მის მიერ, ანუ მისი ჯვარცმით ღმერთი იქნება განდიდებული. და თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ჯვარცმის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ და ადიდებს მას მალე. ანუ ჯვარცმით ადიდა მან მამა ღმერთი და მისი ამ ჯვარცმის გამო თვითონაც განდიდდება უფალი, როცა აღდგება მკვდრეთით და ყველა იხილავს ამ დიდებას და ამაღლდება შემდეგ ზეცად და დაბრუნდება მამასთან. და 33 მუხლი, ნახეთ, ეს ადგილი მინდა რომ ძალიან კარგად განვიხილოთ, ვამთავრეთ, ბოლოში ვართ უკვე, ნახეთ. ქრისტე ეუბნება მათ. იუდა გავიდა, რა მინდა იცოდეთ თქვენ აუცილებლად. აი, ხშირად ეს მოყავთ ხოლმე მაგალითად რომ აიო, უღირსათო ვინც ეზიარებაო, იუდას ხვედრი ელისო. იმიტომ რომ იუდაო ეზიარაო, ასე ამბობენ ხოლმე, გავრცელებული აზრია. იუდა ეზიარაო და უღირსათ რომ ეზიარაო, ამიტომ დაიღუპაო. იუდას არ მიუღია ზიარება. ის ლუკმა რაც უფალმა მას მიაწოდა, ის იყო იმ საპასეხო ვახშმის დასაწყისში ხდებოდა ეს. აი დაწყება იყო და პირველ ლუკმას აწვდიდნენ და ამის შემდეგ გავიდა და შემდეგ ხდება, როცა უფალი პურს მერე ტეხავს უფალი, აფიკუმანი ქვია იმას, ერთ-ერთი მაცა, ესე ხდებოდა ხოლმე, ერთ-ერთ მაცას ტეხავს უფალი და უნაწილებს მას. ეს უკვე მერე ხდება. როცა უკვე საპასეხე კრავს როცა მიიღებ, მიირთმევენ უკვე, აი შემდეგ იღებს იმ პურს, ტეხს და ურიგებს. იუდა უკვე იქ აღარ არის. აი საიდუმლო ის ზიარება როცა უფალმა დააწესა პასეხის სერობაზე, იუდა იქ აღარ იყო. ანუ თქოს ჩანს რომ ის არ არის ღირსი, რომ უფლის სისხლი და ხორცი მიიღოს. გესმით? ამიტომ ეს ტყუილია რომ იუდა ეზიარა და შემდეგ გავიდა და თავი მოიხდა. არ არის ასე. ასევე სასმისიც. ნახეთ,
ჩვენ რო ვამბობთ რომ აიღო სასმისიო და თქვა ესე სისხლი ჩემი ახლის საქმისა. ეს არის ხო 4 სასმისი ჰქონდათ იუდეველებს ამ პასუხს. ყველა სასმის თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს სასმისები განასახიერებდა აღთქმას ღმერთს, როცა მას გამოყავდა ეგვიპტიდან, ამბობდა რომ მე გამოგიყვანთ, მე გაგათავისუფლებთ, მე ჩემს ერად გახცევთ და მესამე სასმის ერქვა კურთხევის სასმის. აი მე როცა მიირთმევდნენ უკვე ამ საპასექი ხორცს კრავს, დაკრულ კრავს, აი შემდეგ იყო სერობის შემდეგ, ასე წერია, სერობის შემდეგ კურთხევის სასმისი აიღო უფალმა და თქვა, ესაა სისხლი ჩემი თქვენთვის დათხეული ახალი აღთქმისა. იუდა იქ უკვე აღარ არის ამ დროს, გესმით? ამიტომ იუდა არ გახდა ღირსი იმ ზიარებისა, რაც უფალმა დააწესა და 33 მუხლი, აი ნახეთ, შვილებო, უფალი ეუნება. შვილებო, ანუ 11 მოციქული ზისი, მისი ერთგული 11 მოციქული. შვილებო, ცოტა ხანს ვარ თქვენთან, ძებნას დამიწყებთ და როგორც ვუთხარი იუდეველებს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ მეთქი, ამასვე გეუბნებით ახლა თქვენც. ნახეთ? როდის უთხრა მან იუდეველებს, რომ სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ. მოდი ეს ადგილი ვნახოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ნახეთ, იქ იუდეველებს ეუბნება, აქ თავის შვილებს ეუბნება, ხო? თავის შვილებს. ნახეთ, იუდეველს არის მერვე თავი იოანეს სახარების და უთხრა მათ იესომი. კვლავ უთხრა მათ იესომი, ეს არის მისი მტრები არიან ეს იუდეველები, ვისაც მისი მოკლა უნდა, ნახეთ. ეს ორი რამე ძალიან პარალელურად დგას ეს შვილებთან საუბარი და მის მტრებთან საუბარი და იმათ რას ეუბნება და ამათ რას ეუბნება. იმათ ეუბნება რომ სადაც მე მივალ თქვენ ვერ მოხვალთ. ამათ ეუბნება რომ სადაც მე მივალ ახლა ვერ მოხვალთ თქვენ, შემდეგ თქვენ წამომყვებით. ისინი ვერასდროს ვერ მივიდნენ. ნახეთ, იმათ ეუბნება მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ და თქვენსავე ცოდვაში მოკვდებით, სადაც მე მივალ თქვენ ვერ მოხვალთ იქ ეუბნება. და შემდეგ ეუბნებიან თავის მოკვლას ხო არ აპირებს, სად მიდის რომ ვერ მივალ ჩვენ იუდეველი, მისი მტრები ამბობენ. და კიდევ უმეორებს უფალი. ამიტომ გეუბნებით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით, რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ თქვენს ცოდვებში მოკვდებით. გახსოვთ ეს ჩვენ განვიხილეთ. პირველზე ეუბნება თქვენს ცოდვაში მოკვდებით. მეორედ ეუბნება თქვენს ცოდვებში. რა განსხვავება ამას შორის? ორივეს მის მტრებს ეუბნება. პირველად თქვენს ცოდვაში მოკვდებით, მეორედ თქვენს ცოდვებში მოკვდებით. ხო, იქ მრავლობითი აქ მხოლობითი, მაგრამ პირველი და უმთავრესი და უმძიმესი ცოდვა არის ქრისტეს უარყოფა. ცოდვა მხოლობითში. თუ მე არ მიწამებთ, აი ამ ცოდვაში მოკვდებით. და თუ ქრისტეს უარყოფის ცოდვაში დარჩებით, ყველა დანარჩენი ცოდვები წაგლეკავთ თქვენ. და ცოდვებში, თუმ მრავლობითში ცოდვებში ნათქვამია ყველა სხვა ცოდვა. ამიტომ ქრისტეს უარყოფას, იმ მხოლობით ცოდვას მოსდევს ყველა დანარჩენი ცოდვა. გესმით? ეს შემთხვევით არ დგას ეს ორი რამე ერთად. ცოდვაში მოკვდებით და ცოდვებში მოკვდებით. პირველი და უმთავრესი და უმძიმესი ცოდვა არის ქრისტეს უარყოფა, განკაცებული ძე ღმერთის უარყოფა. და თუ ამას ჩაიდენს კაცი, ყველა ცოდვისთვის გახსნილია უკვე მისი სული და ყველა ცოდვები წალეკავს, შეჭამს მას და ცოდვებში მოკვდება. ამათ ეუბნება თავის შვილებს, შვილებო, იუდეველებს ხომ უთხარი რომ სადაც მე მივდივარ თქვენ ვერ მოხვალთ. ახლა თქვენც მაგას გეუბნებით. რატომ ვერ მივლენ ესენი ახლა მასთან ერთად იქ სადაც მიდის? რატომ? როგორ გონიათ? იმიტომ რომ ჯერ ჯვარცმა არ არის აღსრულებული, გესმით? სანამ ის ჯვარცმით არ გამოგვისყიდის ჩვენ, უფალი თვითონ 64-ში მიდის, ხომ? ის უფალი ღმერთთან მიდის, მამასთან მიდის და სანამ ის ჯვარცმით არ გამოგვისყიდის ჩვენ ვერ მივალთ იქ სადაც ის მიდის. გესმით? ჯერ სულიწმინდა უნდა მოვიდეს, ჯერ სულიწმინდა უნდა დაგუბადოს ხელახლა გამოსყიდულები და შემდეგ შეგვიძლია მას წავყვეთ. გესმით? რა აზრიდებს ამ სიტყვებში? თქვენც ვერ მოხვალთ ჯერ იქ, სანამ ჩემი ჯვარცმა არ აღსრულდება. გესმით? და ამიტომ გაძლევთ ახალ ცნებას. უფალი ეუბნება რომ ჩემი სიკვდილის წინ გაძლევთ ახალ ცნებას. რომელი ცნებაა ეს ახალი? გიყვარდეთ ერთმანეთი.
ამით იგიცნობთ თქვენ ქვეყანა, სოფლიო, სამყარო ამით იგიცნობთ ეკლესიის წევრებს, რომ გეყვარებათ ერთმანეთი. თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული. გესმით? აი იოანე ღვთისმეტყველი, შემდეგ იოანეს პირველი წერილია ეს. მე რატო ვასახელებ აი ამ, ნახეთ, რატო ვასახელებ იოანეს პირველი წერილი, მათეს მესამე, იმიტომ რომ ამას შემდგომში მე ვიცი რომ რამდენჯერმე მოусმენს კიდევ ადამიანი, მან უნდა იპოვოს ეს ადგილები, გესმით? მე ვიცი რომ ეს ციტირება ადგილების მითითება გლის ადამიანს, ხო ხვდებით რას ვამბობ, მაგრამ ეს კარგია. აი იოანეს პირველი წერილის მეოთხე თავი, მე-16 მუხლი. თქვენ შემდგომში მე თუ ვინმე მოусმენს ამას რამდენჯერმე, მოძებნის იმ ადგილს, წაიკითხავს, დაიმახსოვრებს და ასე იზრდება სული. გესმით? ცხონებისას. ნახეთ, იოანე ლაპარაკობს რომ ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდა მიმართო. ჩვენ ქრისტესთან რო ვიყავითო, იოანე ხო ქრისტეს მოწაფე იყო, საყვარელი მოწაფე. ჩვენ შევიცანით ის სიყვარული, რომელიც ღმერთს აქვს ჩვენს მიმართ. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი მასში. ვისაც შეუძლია სიყვარული იცოდეს, რომ ღმერთი მკვიდრობს მასში და ის ღმერთში. მაგრამ საიდან შეიცნო იოანემ ეს სიყვარული? საიდან? ქრისტესგან. ქრისტეს დამოკიდებულებით მათდა მიმართ ადამიანის მიმართ მან შეიცნო რა არის ღმერთის სიყვარული. ამით აღესრულა სიყვარული ჩვენ შორის, რათა გულდანდობილი ვიყოთ განკითხვის დღეს, რომ ისევე ვართ, როგორც ის არის ამ ქვეყნად. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს. შენ თუ სრულყოფილი სიყვარული შეგიძლია, იქ შიში აღარ არის. იქ შიში გაძევებულია, ღმერთის აი ცხოველური შიში, ანიმალური შიში, ხო რაღაცა რო ღმერთი დამსჯის, გამანადგურებს. თუ შენ ღმერთი გიყვარს და ღმერთის სიყვარული შეიცანი, შენ შიში გაძევებულია იქიდან, ეს ცხოველური შიში. რადგან მოშიში, ან შიშით ვინ ცხოვრობს, ის არასრულყოფილია სიყვარულში. ჩვენ გვიყვარს იგი, ანუ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ვინაიდან პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე იტყვის რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ ზულს თავისი ძმა, სრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს, ამბობს იოანე. და ეს მცნება გვაქვს მისგან. ნახეთ, იოანე ხო მისი მოწაფე იყო და იგიჯდა იმ სერობაზე. შვილებო, ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთიო და იმეორებს შემდეგ თავის წერილში, მეოთხე თავში და ეს მცნება გვაქვს მისგან, ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდეს თავისი ძმაც. ხედავთ, როგორ ერთმანეთშია გადამული ყველაფერი სახარება და იოანე ყველაფერი წიგნები ახალ აღთქმაში. და დასასრულს ნახეთ რა ხდება. ბატონო? დასასრულს ნახეთ რა ხდება. პეტრეს ამბავი. პეტრეს ამბავი და ამით დავასრულოთ, ნახეთ. პეტრე როგორც თქვით, ძალიან ისეთია ენერგიული, იმპულსური, ასე თქვათ, უნდა რომ პირველი იყოს, გაიხსენეთ ახლა პეტრეს როცა მოუწოდა უფალმა, როცა გამოარჩია. გახსოვთ როგორ გამოარჩია? გალილეის ტბის პირას თევზაობდნენ და მთელი ღამე ითევზავეს და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ნერვები მოშლილი მეთევზეები გამოვიდნენ დილას, გამთენიისას ტბიდან და აღელი დაქანცულები ღამე ითევზავებს და ვერაფერი ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ თევზი არის ერთადერთი მათი სახჩო, რომ იმით უნდა რაღაც შეიტანონ სახში და ამ დროს დილადრიან ქრისტე ხდება მათ ტბის პირას. და ქრისტე ეუბნება რომ შებრუნდით და დაიწყეთ თევზა. მე სადაც გეტყვით, იქ გადააგდეთ ბადე, ეუბნება და ახლა როგორ გინდა დაუჯერო, ვიღაცა უცხო რაბი გამოჩნდა, მთელი ღამის დაქანცული ხარ და უნდა შებრუნდე ისევ დაღლილი ტბაში და კარგიო, რახან შენ გვეუნებიო, შებრუნდებიან და გადააგდებენ ბადეს და იმდენ თევზს დაიჭერენ, რომ ბადები იხევა. და პეტრეს რეაქცია როგორია? ჩაუვარდება ფეხებში ქრისტეს და ეუბნება, წადიო ჩემგანო, ცოდვილი კაცი ვარ. რაღაცნაირი რაღაცნაირი ხასიათი აქვს რა. არც იცნობს, პირველად ნახა. მაგრამ აი ამ სასწაულის შემხედვარე ეუბნება რომ გამშორდი, არა ვარ ღირსი, რომელ შენთან ვიყო, იმიტომ რომ ამ სასწაულის შემხედვare და ქრისტე ეუბნება რომ მოგეშინია, ამიერიდან კაცთა მებადურები იქნებით. ანუ მეთევზეობას თავი დაანებეთ და უფრო დიდ საქმეებს გაჩვენებთ თქვენ. შემდეგ ნახსოვთ
როცა ქრისტეუნება მათ მე მინდა პეტრეს ხასიათი და განახოთ რომ აი აქ რა ხდება ის რომ გავიგოთ კარგად როცა პეტრე ქრისტეუნება მათ თქვენ ვინ გონი ვართ მე პეტრე პირველი აღიარებს შენახარ ქრისტე ძე ცოცხალი ღმერთის ხო და სულ ცოტა ხანშივე ქრისტე ამბობს ავდივართ იერუსალიმში და იქ ჯვარცმა მელის მე იქ მომკლავე და პეტრე გაიყვანაო გვერდზეო მოძღვარი ხო არიან ესე თამამი ხალხი ხო ჩვენც ხო გვინახავს ეგეთ თამამი ხალხი რაღაცნაირად რომ მოკიდა ხელი გაიყვანა გვერდზე და უნება რომ ებს ლაპარაკობ რას ამბობ როგორ მას ქვია მოკლავენ დაუშვებ ნუ იქნება ეგ რაღაც არიგებს ჭუაზე არიგებს ესე ქრისტეს და ქრისტე გაბრაზდება და ტყვის გამშორდი სატანაო რადგან კაცისას ფიქრობ და არა ღმერთისას ესმით აი ესეთი კაცია პეტრე აი მის ფეხბანის დროსაც ხო ნახეთ როგორ ეუნება რომ არა მაშინ ეს დამბანე მაშინ ის დამბანე არ დამბან ესმით და აი კარგი ადამიანი გულწრფელი ადამიანია სუფთა ადამიანია მაგრამ მას ჯერ არ აქვს შეგნებული რა რომ საკუთარი ძალებით ვერ მიწდება ღმერთს აი ეს არა აქვს შეგნებული მას ესე როგორც ტიპი ადამიანის ასეთია მას არ ესმის ბოლომდე მინდობა ღმერთზე არ ესმის აი ბოლომდე მორჩილება თორემ სულ ესე სუკამათში არ იქნებოდა ღმერთთან ხო ნახე და უთხრა სიმონ პეტრემ ასე მთავრდება ეს თავი სად მიხვალ სად მიდიხარ რადგან ქრისტე ამბობს რომ მიდის მაგან და თქვენ ვერ მოხვალთ იქ ჯერ სადაც მე მივდივარ ეუბნება ჯერ და პეტრე ისე წამოხტა და ეუბნება რომ კი მაგრამ სად მიდიხარ და მიუგო მას იესომ სადაც მე მივალ შენ ვერ გამომყვები ამჟამად არამედ შემდეგ გამომყვები ახსოვთ ხომ გამოგისიათ ყველას რომ მამა რო გადის ოთახიდან ბავშვი რო ბიჭი რო გაედევნება და რას ეუბნება სად მიდიხარ ხო მაგრამ ეს სად მიდიხარ რას გულისხმობს ამოყვები რა მეც გამოყვები რა სად მიდიხარ ამიტომ ეკითხება ხო პეტრე ზოგ ამ მდგომარეობაშია რომ სად მიდიხარ და ქრისტიანობა ჯერ ვერ წამომყვები ჯერ აქ უნდა იყო მერე გამომყვები და პეტრე ეუბნება რატომ ვერ გამოყვები ამჟამად როგორც ბავშვი მაიციან ხოლმე რატომ ვერ გამოყვები ამჟამად სულს დავდებ შენთვის თავს სიცოცხლეს გავწირავ შენთვის რას ქვია ვერ გამოყვები და მიუგო მას იესომ სულს დადებ ჩემთვის ჭეშმარიტად გეუბნები შენ მამლის ყივილამდე სამჯერ უარ მყოფ მე და ქრისტემ გადაწყვიტა უფალმა ღმერთმა გადაწყვიტა დაუშვას პეტრეზე განსაცდელი რომ მიხვდეს რომ აი შეგო წავიკითხეთ რომ შენ არ გესმის მე ახლა რას ვაკეთებ მე მიხვდებიო და უფალმა გადაწყვიტა მის გადასარჩენად პეტრეს გადასარჩენად რომ დაუშვას მასზე განსაცდელი აი მოარიდოს ის ფარველობა რაც მას აქვს ცოტა ხნით რომ დაეცეს პეტრე და მიხვდეს რომ საკუთარი ძალით ვერ მიწდება ღმერთს და ნამდვილ რწმენას გესმის და ასეც ხდება როცა ქრისტეს შეიპყრობენ ჩვენი ვიცით ეს ამბავი ის ნახეთ როგორი იქაც რა ხდება როცა ქრისტეს შეიპყრობენ და წაიყვანენ კაიაფას მღვდელმთავრის სახლში კერძო სახლში შეიყვანენ ჯერ იქ ღამე იქ ასამართლებენ ხო ესეა პეტრე განაშიშინებულია ჯერ კიდევ გაუტეხელია და რას იზამს მოციქულები გაქცეულები არიან ყველა შევა იმ ეზოში წარმოიდგინეთ შენობაში შიგნით შეყვანილი ყავთ ქრისტე და სიკვდილს მიუსჯიან და ეს გარეთ ეზოში ზის და ელოდება რომ ნახოს რა ხდება იმიტომ რომ აზრად კი არ მოზის ის რომ შეიძლება ისიც დაიჭირონ ისიც მოკლან ან რაღაც გაბედული კაცია გაიგე უშიშარი კაცია მაგრამ ეს ძალები საკუთარი თავიდან გამომდინარე გონია რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს და ამ დროს რა ხდება ნახეთ მოდის ერთ-ერთი ქალი თან ქალი აი როგორი განსაცდელი დაუშვა ღმერთმა მასზე კაცი კი არა ქალი მოდის და სახეში თვალებში უყურებს უტიფრად პეტრეს და ეუბნება შენც იმისი მოწაფე ხარო შენც იმისიანი ხარ შენც გალილეველი ხარო და აი ამ ქალის წინაშე შეშინდება პეტრე და ამბობს რომ არ ვიცნობ მაგას დაიწყებს ფიცს არ ვიცნობ როგორი დაცემა ხდებით აი ეს უშიშარი პეტრე მოძღვარს რომ უსწორებდა და ეკამათებდა სულ აი ამ ქალის წინაშე შიშმა შეიპყრო რადგან ღმერთმა მოაცილა ის ფარველობა და ამბობს
ფიცი დაიწყო რომ არ ვიცნობ მაგას ვინ არის კაცი ქრისტეს ამბობს და ამ დროს იყილა მამალმა ხო და მიხდა და ამ დროს გაახსენდა პეტრეს რაც უთხრა უფალმა და ატირდა მწარეთ და გამოვიდა და წავიდა თუმცა რადგან მას უყვარს უფალი არ ტოვებს მას ნახეთ მაშინ მათეს სახარებაში ასე არის რომ სვიმონ ასე ეუბნება ქრისტე ღმერთმა ხო წინასწარ იცის ყველაფერი ნახეთ რას ამბობს სვიმონ ეშმაკმა გადაწყვიტა თქვენი გაცხრილვაო გაცხრილვა რას ნიშნავს ხო რომ გაგატაროთ საცერში რომ დაგიჭიროთ რომ ჩემგან წამართვას თქვენი თავი ხო მაგრამ მე ვილოცე შენთვის ეუბნება პეტრეს რათა როცა მობრუნდები გაამხნევო შენი ძმებიო აი ამაზე ეუბნება მე ვილოცე შენთვის რომ რომ დაეცემი ეს ხო ეშმაკისგან არის ეს ყველაფერი რაც შეემთხვა მე იცოდე რომ მე ვილოცე შენთვის რომ როცა მობრუნდები ისევ სინანულით ისევ შენ ძმებს ჩაუდგე სათავეში და გაამხნევო შენი ძმები და მართლაც ასე ხდება როცა აღდგება ქრისტე მკვდრეთით ასე ეუბნება მოწმეებს აღდგომის რომ წადითო და უთხარით ჩემს ძმებს და პეტრეს ცალკე გამოყოფს პეტრეს წამოდით მკვდრეთი და აღმდგარი უფალი პირველ სიტყვას რას ამბობს უთხარით ჩემს ძმებს და პეტრეს რომ გალილეაში შევხვდები მათ რომ ახსოვს უფალს რომ პეტრე როგორი იყო რა განსასწრელი დაეშვა მასზე და როგორ სინანულშია პეტრე იუდასგან განსხვავებით იუდა კი დაიღუპა რადგან უტიფარი იყო და არ უყვარდა უფალი ისმით აი ეს არ უყვარდა თუ ნახეთ რა შეასახმე თუ მას ეჭვი შეეპარა ქრისტეში აი რა შეაქვს უბედურება ადამიანის თუ მას ეჭვი შეეპარა ქრისტეში მოძღვარი იქ აყავდა 3 წელიწადი გვერდზე არ ყავდა ხომ შეეძლო ეკითხა ეთქვა რომ ეჭვი ჭამს მას ეთქვა რომ მე ასე ვფიქრობდი და ასე რატომ არის ხომ უნდა გიყვარდეს ღმერთი რომ არ განუდგემას მაგრამ იუდა იყო უტიფარი ადამიანი იყო როგორც ჩანს აი თავხედი და აი ზედაპირულად უყურებდა ამ ყველაფერს და აი თვითრჯულს რო ეძახია მას როგორც უნდოდა ისე უნდა ყოფილიყო და როცა ვერ დაინახა რომ ისე არ ხდება როგორც მას წარმოედგინა ადგა და გაწირა გესმით ადგა და გაწირა ეს არ არის ისრაელის მეფე ეს არ არის აღთქმული მესია და მოკვდეს 30 ვერცხლად აი ეს არის მე-13 თავის შინაარსი დიდი ხუჩაბათის ამბები დიდი ხუჩაბათს საამოს ამბები პარასკევს დილამდე რაც ხდება როცა ისინი ბოლო პასექს ჭამენ ერთად უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად იოანეს მე-13 თავი კითხვები თუ ვინმეს აქვს შეგვიძლია კიდე ვისაუბროთ მაგრამ არა მე მგონი დავშ დიდება ღმერთს მადლობა თქვენ და